სალამი ჩემო მეგობრებო, ესე იგი რატო შევიკრიბეთ აქ? დღეს ყავს ჩემს უკან წარმოდგენილი Kawasaki-ს 3 ბესტსელერი, სოფლიოში აღიარებული დამწყებების ბაიკი, რომელთაც იწყებენ პირველ ნაბიჯებს მოტოსპორტში დამწყები მოტოციკლეტისტები. Რატომ ეს 3 მოტოციკლეტი, რა შესაძლებლობები აქვს, რა განასხვავებთ ერთმანეთისგან და მოკლე ისტორიებს. დღეს მოგიყვებით ყველაფერს აი ამ 3 Kawasaki-ს შესახებ. Kawasaki AX300, Kawasaki AX400 და Kawasaki AX500. ძალიან ბევრი მოტომოყვარული მეკითხება ხოლმე ზოგადად რითი დაიწყოს მოტოსამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმა, რა შეიძინოს პირველ მოტოციკლეტად, რომელი იქნება საუკეთესო ვარიანტი და ასე შემდეგ. იყო პერიოდი, როდესაც AX300 იყო ძალიან აქტუალური, თუმცა დღეს უკვე გადაშენების პირას არის და ყველანი გადასულები არიან AX400-ზე და AX500-ზე. დღეს ყავს 3-ვე წარმოდგენილი აქ და დავიწყოთ პირველი მოტოციკლეტით, რაც ყავს დღეს, ეს არის Kawasaki AX300. რა შემოგთავაზა 2012 წელს Kawasaki-მა. გვაქვს 296 კუბური სანტიმეტრი ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს 39 ცხენისძალას 27 ნიუტონ-მეტრთან ერთად. მოტოციკლეტის წონა იყო სრული, დატვირთული იყო 175 კილოგრამი და 0-დან 100-მდე ჩქარდებოდა 5.6 წამში მის ბავშვობაში ყოველ შემთხვევაში. მოტოციკლეტს შეეძლო მაქსიმალური 192 კმ/სთ ჩქარის განვითარება. გვაქვს 17 ლიტრიანი საწვავის ავზი, რომელიც 100 კმ-ზე მოიხმარდა დაახლოებით 4 ლიტრი-ნახევარ საწვავს. ასევე გვაქვს წინა 110-იანი და უკანა 140-იანი საბურავი, რომელსაც რა თქმა უნდა ყველა ცვლიდა თავიდანვე, როგორც კი ამ მოტოციკლეტს ყიდულობდნენ, იმიტომ რომ იყო ძალიან წვრილი და უნდათ უფრო განიერი, როგორც ამ შემთხვევაში გვაქვს, რა თქმა უნდა, და შესაბამისად აყენებდნენ მაქსიმალურ 160 ან 150 ან 170-საც კი ზოგი საბურავი. 2013 წელს მისი შეძენა შესაძლებელი იყო 4000-დან 4300 დოლარის ფარგლებში და ამ მოტოციკლეტის წინა მორბედი იყო Kawasaki AX250, რომელიც ბევრად ჩამოუვარდებოდა უკვე ამ მოტოციკლეტს. აქ Kawasaki-მა შემოგთავაზა ბევრი სიახლე, პირველ რიგში არის ინჟექტორული შეფრქობა საწვავის, გვაქვს ახალი დეშბორდი, გვაქვს გარე ვიზუალი, რომელიც ძალიან გავს მის უფროს ძმას Kawasaki ZX6-ს, რომელიც 2013 წლიდან 2017 წლამდე იწარმოებოდა და მისი ვიზუალიდან გამომდინარე ბევრი მოტომოყვარულის სიყვარული დაიმსახურა. შესაბამისად ეტანებოდა ძალიან ბევრი მოტომოყვარული, თითქოს და დიდი მოტოციკლეტი ყავდა, ისე გამოიყურებოდა მაშინ ამ წლოვანებაში. ამ მოტოციკლეტის მთავარი კონკურენტები იყვნენ KTM RC 390, Yamaha R3, Suzuki GSX 250 და CBR 300 Honda. თუმცა იმ წლოვანებაში, როდესაც ეს მოტოციკლეტი იწარმოებოდა, ყველას ჯობდა შემიძლია თამამად თქვა თავის კონკურენტებს მისი მანევრირებიდან და მონაცემებიდან გამომდინარე, იყო Yamaha-ს შემთხვევაში შედარებით უფრო უკეთესი ხარისხი, თუმცა ამ მოტოციკლეტს ჰქონდა გაცილებით უკეთესი პერფორმანსი და შესაბამისად ჯობდა კიდეც ყველა თვალსაზრისით აბსოლუტურად მის კონკურენტებს. ამიტომაც დაიმსახურა მისი მოტომოყვარულების ყურადღებაც და დაიპყრო მათი გულები. და მოვიდა 2017 წელი, დაამთავრეს Kawasaki AX300-ის ხანა და ტოკიოში Kawasaki-მა წარადგინა AX400. ტოკიოს მოტოშოუზე გამოიწვია ძალიან დიდი აჟიოტაჟი ამ მოტოციკლეტმა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სიახლე ჰქონდა AX300-ისგან განსხვავებით და ჯობდა ძალიან ბევრ ასპექტში. ვიზუალზე ცოტა ხანში გადავალ, 2018 წლიდან დაიწყეს მისი წარმოება და 2023 წლამდე იყო ბესტსელერი, ყველაზე გაყიდვადი მოტოციკლეტი არის Kawasaki-ში ეს მოდელი და შესაბამისად იმსახურებს კიდეც ნამდვილად. აგიხსნით რატო? Kawasaki-მა 2018 წელს ამ მოტოციკლეტში შემოგთავაზა 399 კუბური სანტიმეტრი ძრავი, რომელიც გამოიმუშავებდა 59 ცხენისძალას, სრულად აკმაყოფილებდა უკვე A2 კატეგორიას, ჰქონდა 38 ნიუტონი და შესაბამისად გასართობადაც კარგად გამოიყენებოდა ნებისმიერი მოტომოყვარულისთვის ეს კონკრეტული მოდელი. 0-დან 100 კილომეტრამდე უკვე ამ მოდელს შეეძლო 4.5 წამში აჩქარებულიყო, წინა საბურავი 110-იანი დატოვეს ისე, უკანა საბურავი 150-მდე გაზარდეს, საწვავის ავზი გვაქვს 14 ლიტრიანი და 100 კილომეტრზე უკვე მოიხმარს 4 litrს საწვავს. AX400-ის ფასი შესაბამისად გაიზარდა მისი მონაცემებიდან გამომდინარე და შოურუმში მისი შეძენა $7,900-დან შეიძლებოდა ოპციის მიხედვით. ხდება ABS ვერსია, არა ABS ვერსია, იყო ასევე K1 edition-ი, რომელიც ახლა აქ არის და იყო სხვადასხვა ფერები და ამაშიც Kawasaki 500 ევროთი უფრო ძვირს იხდი და ითხოვდა ვიდრე ჩვეულებრივი სხვადასხვა სტანდარტული ფერები. ამ მოდელის კონკურენტები ისევ დარჩა KTM RC 390, Yamaha R3, ოღონდ უკვე ახალი მოდელი და CBR, Honda CBR 500R. როგორც წინა AX-ის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც მაქსიმალურად მიამსგავსეს მის უფროს ძმას ZX6-ს, წინა მხარეს აბსოლუტურად იდენტური არის, შეიძლება
უცხო თვალმა ვერც კი განასხვავოს თუ რაღაც დამატებითი დეტალები არ იცის ადამიანმა. ფარები აბსოლუტურად იდენტური არის, LED გამოსახულებით არის იგივე ზუსტად რაც აყენია ZX6R-ზე, უბრალოდ ვიზუალურად რა თქმა უნდა განსხვავდება დანარჩენი პლასმასებით. ასევე გვაქვს ამორტიზატორების ახალი ვერსია, რომელიც ბევრად მდგრადს ხდის ამ მოდელს, ვიდრე AX300 იყო და სამუხრუჭე სისტემა, რომელიც ბევრად უკეთესი არის ვიდრე AX300-ის შემთხვევაში. ეს კი დღევანდელი Kawasaki არის, რომელიც დღეს იწარმოება 2024 წლიდან. AX400-ის შემცვლელი არის და მისი მწარმოებელი ქვეყანა, როგორც წინამორბედის შემთხვევაში ყავს ასევე ტაილანდი. Kawasaki-მა ამ მოდელში რამდენიმე სიახლე შემოგთავაზა, თუმცა მაგაზე ცოტა მოგვიანებით გადავალ. ძრავი ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ AX500 ქვია, ძრავი გვაქვს 451 კუბური სანტიმეტრი, რომელიც გამომუშავებს 51 ცხენი ზალას. გვაქვს 53 ნიუტონმეტრი, რომლითაც მაქსიმალური 203 კმ/სთ სიჩქარე შეგვიძლია მივაღწიოთ. წინამორბედისნაირად 14 ლიტრიანი საწვავის ავზი გვაქვს და მოტოციკლეტი მოიხმარს 4 litrს 100 კმ-ზე. ეს მოდელი შეადგენს 171 კილოგრამს და ფას რაც შეეხება უკვე ფასი დამოკიდებულია მის ოფციებზე. Kawasaki-მა აქ რამდენიმე ოფცია შემოგთავაზა. გარდა ოფციის ასევე ფერები გვაქვს სიახლე და ფერების მიხედვითაც არის ფასში სხვაობა. საშუალოდ მისი ფასი $7,000 არის დაახლოებით, თუმცა უფრო იაფიანი ვერსიებიც გვხდება და უფრო ძვირიანი ვერსიებიც. ეხლა უნდა გადავიდეთ იმ მამაძაღლობებზე, რაც Kawasaki-მა შემოგთავაზა, ესე იგი. გვაქვს ახალი ვიზუალი, რა თქმა უნდა. გვაქვს TFT დეშბორდი, სრულიად განახლებული, რომელიც ძალიან ეფექტური არის ნამდვილად. ასევე გვაქვს Bluetooth კონექტორი, რომლითაც შეგვიძლია ჩვენი smartphone-ი დავაკავშიროთ ჩვენს მოტოციკლებს და სხვა ინფორმაციები ამოვიღოთ მის შესახებ. ხო, ფარები გვაქვს კიდევ ახალი, როგორც ახალი ZX6R, ამასაც დაუყენეს იგივე ფარები აბსოლუტურად და ვიზუალზე გვაქვს სხვა ახალი AX500. ფაქტიურად შემიძლია ვთქვა, რომ Kawasaki-მა ძირითადი აქცენტი გააკეთა მის ვიზუალზე, მის ძრავზე და ელექტრონიკაში რამდენიმე დეტალზე. დანარჩენი ამორტიზატორები, სამუხრუჭე სისტემა, საბურავოები, დისკები, ყველაფერი აბსოლუტურად ზუსტად იდენტური არის, რაც იყო Kawasaki AX400. ამასობაში მშვენიერი ამიდის გამოგვივიდა, მზემ გამოანათა. ეხლა სამივე მოტოციკლს წავიყვანთ ქალაქში, გავიკატავებთ ქალაქში, შევადარებთ ერთმანეთს სხვადასხვა დეტალებში და გეტყვით უკვე ჩემს აზრსაც სამივე მოტოციკლებთან დაკავშირებით. Raketa, bicho, raketa! ძალიან დიდი ხანია არ ვჯდარ AX300-ზე. ბევრი წელია მე მგონი არ ვჯდარ და ეხლა რაღაცა ბავშვობა გამახსენდა. აი ამ უზრდელობით რომ ვერ თამოდი ხოლმე. ეხანდელი გადმოსახედა რა თქმა უნდა საშინელი მოტოციკლეტი არის. თუმცა იმ წლოვანებაში როცა ეს ბაიკი გამოდიოდა, ფაქტიურად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კაი ტიპი იყო. როცა არ იყო ამაზე უკეთესი მაშინ და არ ვიცოდით რა იყო AX400. ეს ძალიან კაი არის. იმენა დავიგონია ვიღაცა ნინიკოი თუ რაღაცა სალუშკა ან რამე ეგეთი რა. რა თქმა უნდა მარტო ხმა არის ეს მოტოციკლეტი. იმენა თელ დედამიწას ესმის რომ დადიხარ, თუმცა რა თქმა უნდა ისევ ადგილზე დგახარ. უბრალოდ აწუხებ ყველას, ყველა გაგინებს, ყველა განწყავს. თუმცა მესმის მაინც ამათი მისი პატრონების მესმის ვინც ამ ხელახმით დადიან, იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა საქართველოში მოძრაობა ჯერ არ გვაქვს იმ კულტურის და იმ დონის რომ ყველანი გვამჩნევდნენ მანქანები და ამ ხმით ცდილობს ყველანი რომ დაენახონ სარკეებში, ამიტომაც აქვთ ხოლმე ზუსტად ამხელა ხმები. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი კილომეტრი აქვს გარბენი, ამდენი 20 წლის არის ფაქტიურად. ლამის 20 წლის არის, არა, პლასმაგნაიც არ არის, მაგრამ მაინც ასე თუ ისე ახალ პედას ვისაც არ აქვს ამაზე უკეთესი შეძენის საშუალება, მაინც ასე თუ ისე გამოადგება, გაერთობა, ისწავლის ბევრ რაღაცას.
ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი მანევრი და მუხრუჭი. Здорово, Дигар. Მოკლედ, ქალაქში სამართავად სუსტი ადამიანისთვის და გოგონებისთვის არის ძალიან კარგი ვერსია, ოღონდ შესაბამისად კარგ მდგომარეობაში უნდა მოძებნოთ მაქსიმალურად. ეს მოტოციკლეტი ახლა თვალ ვერ აღვწოვანდი ამ მოტოციკლეტის მდგომარეობით, თუმცა თავის დროზე ესეც რა თქმა უნდა კარგი ბავშვი იქნებოდა. მერე დრომ თავისი უკნა. რა თქმა უნდა მოულაც არავინ არ ვიცით საქართველოში მოტოციკლეტის, მაგაზე ძალიან მწყდება გული და ერთ-ერთ ეპიზოდს აუცილებლად გადავიღებ მაგაზე. რაც და როგორ მივაქციოთ ყურადღება მოულისთვის, იმისთვის რომ მოტოციკლეტი მაქსიმალურად კომფორტულად გვემსახუროს მოძრაობის დროს. მაგრამ რაც არ უნდა იყოს დამწყებით ტიპისთვის, რავი, ნორმალური ბაიკი არის ნამდვილად. ეხლა უკვე დაძველდა და ამას უკვე ვეღარ ურჩევ ვეღარავის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამასა და 400-იანს შორის არ არის იმ ხელისხაობა ფასში, რომ რაღაცა არ გაიჭიროს ადამიანმა და ვისაც ამის საშუალება აქვს ყიდვის, იმასაც გაწვეს ჯობია რა. ბევრად უკეთესი არის EX400 ამაზე. ეხლა რომ დავჯდები კიდევ ერთხელ გავიხსენებ და იმის აზრსაც რა თქმა უნდა გეტყვით. ჩემი კაი, ნამდვილ მოტოციკლეტისტებში მოხდი. ვაიმე, რამდენი ხართ? ვახჩემი. ვაიმე, პირველად ვარ მოტოციკლეტზე. ვაიმე, ვაიმე, არ დავიბნე. ვაიმე, გამარჯობა განაცვალე, მიბრძანდით. აუ რა შედარება 300-იანთან შედარებით, აი აბსოლუტურად სხვანაირი ტიპი არის. ყველაფერში ჯობია. ჯდომა, მანევრი, მუხრუჭი, აჩქარება, აი ყველაფერში უკეთესია, ბევრად ვიდრე EX300. ნამდვილად კაი ტიპი არის იმასთან შედარებით. მივიხედავთ იმისა, რომ ესეც ველოსიპედია და გააჩნია ვისი გადმოსახედიდან რა, ეხლა შემიძლია თქვა, რომ არ დადის საერთოდ ნელია ძალიან, მაგრამ მათთვის ვისთვისაც ეს არის პირველი მოტოციკლეტი და ამაზე ცდილობს ტარების სწავლას, ნამდვილად კომფორტული და საკმაოდ ისეთი ჩქარი და სხარტი ტიპი არის ნამდვილად რა. ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა ვაიმე ესა ნელი და ვაიმე და ასე შემდეგ, ამას ვერ ვიტყვი ხა მოტოციკლეტზე, ნორმალური ტიპია. აჩქარების თვალსაზრისით, დამწყებისთვის სრულიად საკმარისი არის, შემიძლია თქვა. ეს კონკრეტულად ძალიან მომწონს და ძალიან კმაყოფილი ვარ და აი ამ მოტოციკლეტს ყველას უჩევ ნამდვილად, რომ შეიძინოს, აბაჯიგარო რასაკეთებ. ძალიან კარგი ტიპი არის, აუგმარჯოს ძმაო. აი კიდე ერთი მოტოციკლეტისტი შემოგვემატა. არა, კომფორტითაც ბევრად კომფორტული არის, ჯდომის პოზიციის თვალსაზრისით და მანევრშიც ბევრად უფრო მოყვება რა, სადა ეს და სადა EX300. მოკლედ, ნამდვილად ღირსის სხვაობა ფასში რაც არის, ამათ შორის რომ ცოტა მეტად მოიძიო ფინანსები და ისეთი ბიუჯეტური მოტოციკლეტის შეძენას, რომელთაც მალევე იქნები უკმაყოფილო, რა თქმა უნდა, ჯობია რომ ცოტა დაამატო და აი ეს მოდელი შეიძინო და იყო ძალიან კმაყოფილი. აბა. იდეალური გზები გვაქვს. აბა, საერთოდ არ არის იამკები. აბა. ძალიან კაი როჯაა რა. უკაცრავად, ჩემბრალი არ არის, თქვენ გახართ ცუდად. აი, ესე მოვედით.
აბა ჭუკუ აგე ორი გოგო დაკატავს კროლი იდეალურად მადლობა აიმე გადავჭით ბარო მე ვარ წამო დავდგეთ წანეზე წავით ერთი სამი წავიდით როგორ მიცნო ოღონდ ამ ბაიგზე ვერ მივხვდი ჩაფხუტით და თმებით მიცნო სავარაუდოდ ვოუ აჩქარებაში ნამდვილად არის ხალხობა თორკი აქვს ამას ოდნა უკეთესი და შესაბამისად აჩქარებაში იგრძნობა ხალხობა აჩქარების თვალსაზრისით 300-იანს არც შევადარებ იმდენად ჯობია და X400-საც ნამდვილად ჯობია და წესით ეგრეთ უნდა იყოს ნამდვილად ძალიან კაი ტიპი არის ეს არის უკვე ახალი თაობა Polo არა, აჩქარების თვალსაზრისით ეს იმენა ბევრად უკეთესი ტიპი არის ვიდრე X400 ძალიან გაასწორა ნუ ძალიან რა აი არა სხვაობა იგრძნობა და ცოტა უფრო მეტი კვერცხები ეტყობა აუ რა სუპერი მანქანა ვაიმე ჩემი კაი ეს რაკეტა იქნება ძალიან ჩქარი იქნება ზუსტად Kawasaki-ის ფერი არის ეს არის Dodge-ის ახალი მოდელი Dodge ZX-6R არა ჯდომაში იგივეა აბსოლუტურად ყველაფერი მანევრშიც იგივე არის ყველაფერი რაც X400-ია უბრალოდ აჩქარება გვაქვს ამაზე საგრძნობლად უკეთესი მომწონს ნამდვილად აბა აქ ისე ჩვენი ოფროუდი პატარა მაჩვენებელთა დაფა ძალიან ისეა პრაქტიკულად არის ყველაფერი ეგრევე აღიქმება რას როგორ რანაირად სად მოუყურო ყველაფერს ეგრევე ხედავ აბა ძალიან კაი ტიპია ძალიან კაი რეჟა რა ძალიან მომწონს ყველაფერი ვარ მანოში იდეალურად მოყვება ყველაფერში ეს მანქანები წერა რომ მოდიოდი მეორე მოტოციკლი 400-იანი ეს მანქანები ისევ ამ ადგილას იდგნენ და მე წავედი მოტოციკლი გამოცვალე სხვა ბაიგზე გადავჯექი მოვედი ისევ აქ და ისევ აქ გადან ამიტომაც ხალხო გადმოდით ორ ბორბალზე ბევრად პრაქტიკული არის ყველაფერს სხვა ბენეფიტს რო დავიდავანებოთ დროს მაინც გაზოგინებთ ძალიან ბევრს აი მე ჭუგოები აჯობა ჭუგოებო რა მოკლეები არიან ხარ ქალაქში ერთობი როგორიცი აი ყველაფრის დრო გაქვს რა დაათვალიერო ქალაქი უი რამდენი შენობა აშენებულა და რაღაცა გათვალიერებ რა იგივე ნაცნობებს უყურებ ქალაქში მოძრაობა ტყბები ჩვენი ქალაქი თბილი ძალიან კარგი ტურისტული გასართობი ატრაქციონი არის მოკლედ ეს მოტოციკლეტი
არაფერი არ აწუხებს, იდეალურად ვსნობ თავს, მოძრაობ და თან ერთობით ანათვალიერებ ქალაქს. არა, ძალიან კაი რა ქალაქისთვის. კომფორტულია ნამდვილად. დამწყების არის იდეალური მოტოციკლეტი, როგორც AX400, ისე AX500, ვის რა ბიუჯეტი აქვს მაგის მიხედვით. ამაზე უკეთესი რავი, აი ჩემი გადმოსახედიდან ახლა არც R3, არც R390, არც CBR 500-ერი, რავი, ამას ჩემი აზრით არც ერთი არ შეედრება. ყველაზე კომფორტული, ყველაზე კარგი მანევრირებადი და აჩქარებითაც შესაბამისად ყველაზე კარგი არის ეს. მოკლედ თუ და გაინტერესებთ ამ მოდელების შედარებაც, რაც ახლა ჩამოთვალე, მითხარით, დაწერეთ კომენტარებში და აუცილებლად ვიზამ მაგას. აბა რა შეკეთებთ? აბა აი მე სრული ჩემი კარგი, იმენა ქალბატონო დედა, რა შეკეთებთ? რა შეკეთებთ? აი რა ლომეზია, შეხედეთ, თეთრი ვესპუნია. ძალიან კარგია. თეთრი ვესპუნიათი დადის შვენიერი ქალბატონი. აი გოგოს ძალიან უხდება სკუტერი და სკუტერს ძალიან უხდება გოგო. ნუ ზოგადად მოტოციკლი ორ-ორ ძალიან უხდება გოგოები, მაგრამ აი სკუტერი ძალიან საყვარელი არის გოგოთი. ეხლა მოვედით, სამივე მოტოციკლეტი აგერ არის, მაინტერესებს 0-დან 100-მდე საერთოდ ჩქარდება თუ არა ეს ბაიკები და ვცადოთ აბა 300-იანით დავიწყოთ. დრაგის აპლიკაცია მზად არის და ნახოთ რამდენში ავჩქარდებით 0-დან 100-მდე. აი AX300 ვნახეთ რა შეუძლია, ეხლა AX400 ვცადოთ რას იზავს. AX300 და AX400 ვცადეთ, ეხლა AX500 დაგვრჩა, ნახოთ რას იზავს ეს ვაშკაცი. თუ გოგონა, მე მგონი გოგოა.
ესე იგი, ახლა მოვიდით პიტსტოპ აკადემიაში, სამივე მოტოციკლეტი მოვიყვანეთ, ქალაქი ავაწიოკეთ, ვიგაზავეთ ქალაქში, საცობშიც ვიყავით გაჩერებულები, მოკლედ ყველაფერი ვქენით, რაც შეიძლება რომ ამ მოტოციკლეტით გვექნა. ახლა მოვიდით აქ, დაბლ სიჩქარეზე მაინტერესებს, რა სიზოს სამივე მოტოციკლეტი, შევადარებ ერთმანეთს და ჩემს ასრას გეტყვით ეხლავე. მოკლედ სანამ ახლა ეს მოძრავი კილერები არიან ჩვენს უკან ვისწავლობენ ტარებას, სანამ ეგენი დაგვიჯახებიან, დავიწყოთ სამივე მოტოციკლეტის გატესტვა. კაი, მოკლედ ახლა ამითი გავიარე, მაგრამ მაინტერესებს იდეაში ერთი და იგივე ტრასას, რომელი მოტოციკლეტი უფრო უკეთეს დროში გაივლის და ნახოთ ახლა გიგა დაგვეხმარება, აგვიღებს დროს, წამზომს ჩართავს და ერთ და იგივე სლალომს გავივლიე ახლა სამივე მოტოციკლეტით. ფაქტობრივად 18 წამი იყო 17.94. ახლა ნახოთ ისინი რა დროში გაივლიან. ახლა მივდივარ X400-ით, ზუსტად იგივე არაფერი არ შეგვიცვლია, ნახოთ რა დროში გავივლით. 17.94 იყო 300-იანის დრო. ახლა 400-იანის ნახოთ. წამი და 6/10 იყო სხვაობა რა. ეხლა ამ პატარა მონაკვეთში წამნახევარზე მეტი ბევრია ძალიან რა სხვაობა. ეხლა ნახოთ 500-იანი როგორი გოგო იქნება. ხუთმეტი 79. ფაქტობრივად ნახევარი წამით უკეთესია იმაზე. ვა, კაიო. ჰა? არა, კაია, ნუ ეგრევე ეთყობა რა. სიახლეც თავისაშვება, ცეპლენია ძალიან რბილი არის, ამაზე ახალი ვითარი იმენა. მუხრუჭები, გაზი ყველაფერი იდეალურად მუშაობს, რახან ძალიან ახალი არის რა. ეს 400-იანი ძალიან მაგარ მდგომარეობაში არის. თორკი აქვს ამას ოდნავ უკეთესი და აი ეგ ოდნავ უკეთესი იყო ეგ დროის სხვაობა გაგრას რაც იყო. ფასებს რაც შეეხება AX300-ით რომ დავიწყოთ, მისი საშუალო ღირებულება საქართველოში ბაზარზე არის $2000-დან $3000-მდე, მდგომარეობის, გარბენის მიხედვით და ასე შემდეგ. AX400-ის ფასი რომ ავიღოთ საქართველოს ბაზარზე, მისი ფასი მერყეობს $3600-დან $4800-მდე დაახლოებით, მდგომარეობის მიხედვით, რა თქმა უნდა, გარბენის მიხედვით, რა ნაწილები უყენია ორიგინალი, რა ნაწილები aftermarket და ასე შემდეგ. და უკვე ჩვენთვის სულ ახალი მოდელი 2024 წლიდან რაც დაიწყეს, ჯერჯერობით ძალიან ბევრი არ არის ნამდვილად საქართველოში გასაყიდი. სხვათა შორის ეს კონკრეტული მოტოციკლეტიც იყიდება ამ ბაიკის მეპატრონის Instagram-ს ამოვანათებთ აუცილებლად და ნახეთ ძალიან საყვარელი ბიჭი არის. თქვათ ხო ეს მოტოციკლეტი სრულიად უსასყიდლო და ძალიან ბედნიერი იყო იმითი რომ თავის მოტოციკლეტს ნახავდა ჩვენს ვიდეოში. ეს კონკრეტული მოტოციკლეტიც იყიდება და ამ მოდელების ფასი დაახლოებით $5000-დან $6000-მდე არის დღესდღეობით საქართველოში. მოკლედ დღევანდელი დღე დასასრულს მივუახლოვდა. სამივე მოტოციკლეტის მეპატრონეს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო იმისთვის რომ გვედნენ. მე მგონი საინტერესო და სამახსოვრო ვიდეო დარჩებათ. მათ Instagram-ზე თქვენ ახლა დაინახავთ ყველას სათითაოდ უღრმესი მადლობა ყველას. მეგობრობისთვის და ნდობისთვის. მოკლედ გამოიწერეთ ჩვენი არხი. წინ ძალიან საინტერესო ვიდეოები გელოდებათ. აბა წარმატებები. დროებით.